საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციის წევრი დააგავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე რუსთავში აიყვანეს მას ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა გამოძიების მასალების მიხედვით დაკავებული 11 წლის წინ ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა, სადაც მნიშვნელოვანი აქტივობებით იყო დაკავებული. არსებობს დაკავების ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა, ჩატარებულია ჩხრეკაც. სუსის ინფორმაციით ძებნელი მამაკაცი ასაფეთქებელ მოწყობილობებზე კვალიფიციურ ცოდნას ფლობს. ახლა დაკავებული მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე რობის გამოყენებას ითხოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. დღეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ როდის და რა მიზნით ჩამოვიდა ISIS-ის წევრი საქართველოში. გავრცელებული ინფორმაციით ბრალდებული ქვეყანაში სავარაუდოდ თურქეთიდან შემოვიდა. შალვა სუმბაძე მუშაობს თემაზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ სასამართლო პროცესიდან. შალვა, ვინ არის დაკავებული, თუ მოიპოვე რაიმე ინფორმაცია ამ საქმის შესახებ, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც დღეს უკვე ოფიციალური წყაროებით გავრცელდა? თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ დაკავებული დაახლოებით 1 საათის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოიყვანეს საქალაქო სასამართლოში, სადაც ის მოსამართლის წინაშე უნდა წარსდგეს და აღკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელოს სასამართლომ. როგორც ჩვენ აქ მოსულმა მისმა ადვოკატმა ჯეიჰუნ მამედოვმა გითხრა, საქმის მასალებით მას ბრალი ედება საზღვრის უკანონო კვეთაში, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ეს ბრალი გადაკვალიფიცირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე. როგორც ჩვენ ადვოკატმა გითხრა, დაკავებულმა თურქეთიდან გადმოკვეთა საზღვარი და ის არის აზერბაიჯანის მოქალაქე, თუმცა კონკრეტულად რამდენი ხანია ის, რაც საქართველოში იმყოფება, ამის შესახებ მან ინფორმაცია, ასე ვთქვათ, არ დაგვიდასტურა, თუმცა მან განგვიმარტა, რომ საქართველოში ყოფნისას დაკავებული ასე ვთქვათ, ეწეოდა ვაჭრობას, ავტონაწილებით ვაჭრობდა ის, როგორც გითხრა. ასევე კიდევ ერთხელ გითხრა მან, რომ რუსთავში მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება. სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ადვოკატმა გითხრა, მას არ ქონია შესაძლებლობა, რომ დაკავებულს გასაუბრებოდა, შესაბამისად კონკრეტული დეტალები ჯერ მან არ იცის. ბრალი ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამართლის კოდექსის 354 მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილქმედებაში, რასაც ითვალისწინებს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლიდან 5 წლამდე. რაც შეეხება ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს ამაზე როგორ ვთქვათ? არანაირი კავშირში არ არის, მე არ ვიცი სინამდვილეში. მაგალითად ამ წარდგენილი ბრალდება არის ეს. იძებნება თუ არა, საქმის მასალებში არ მოიპოვება მისი ძებნის შესახებ. დღეს ჩამწეს მაგ საქმეში და თვით ბრალდებულთანაც არ ვარ ჯერ შეხვედრილი და შევხვდები ყველა დეტალურ ინფორმაციას იმის შემდეგ სასამართლოში მოგასვლით. საქართველოში მხოლოდ დაკავებული კერძო ბიზნესით. რა ბიზნესი? მე როგორც მისი ასე ვთქვათ, ნათესავების გადმოცემით ავტონაწილების შესწყვეტვა და რეალიზაციასთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვკითხულობთ, რომ რუსთავში დააკავეს ბრალდებული, რომელიც იძებნებოდა წითელი ცირკულარით. აქვე აღნიშნულია, რომ ის 2014 წელს წავიდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ის გაწევრიანდა რეგიონში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებებში. შესაბამისად, მას აქვს გამოცდილება ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ინფორმაციის თანახმად საკმაოდ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა დაკავებული და ის კვალიფიციური იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების აწყობაში, ასე ვთქვათ. ასევე ითქვა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია გარკვეული მტკიცებულებები, ასევე ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც სავარაუდოდ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოძიებისათვის. როგორც გითხარით, სხდომა ჯერ არ დაწყებულა, ამ წუთებშიც ასე ვთქვათ, დარბაზში მყოფები ელოდებიან, რომ პროცესი დაიწყოს, სადაც უშუალოდ ბრალის წარდგენა მოხდება და სასამართლო იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანდა.
კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონია და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებული საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს. როგორც უკვე გითხარით, დაკავებული დაახლოებით 1 საათის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენლებმა მოიყვანეს საქალაქო სასამართლოში. ჩვენც ვრჩებით ბუნებრივია ადგილზე და ალბათ უკვე პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორთან, ასევე ადვოკატთან გასაუბრების შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მადლობა შაულა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.